ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს ხდომაზე მიიღეს. ცვლილებები შევიდა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროგრამებში. დეპუტატთა გადაწყვეტილებით 50,000 ლარით ღამის თავშესაფარი დაფინანსდება. კენჭისყრაში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიუღიათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. მათ არჩევნებამდე 61 დღით ადრე ბიუჯეტში შეტანილი ცვლილება გააპროტესტეს. ხდომას თამარ კიკნაძე ესწრებოდა. 6 მილიონი ლარი აჭარის მთავრობის ტრანსფერი, 4 მილიონი ლარი კი ადგილობრივი შემოსავლები. ბათუმის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა. თანხის ყველაზე დიდი ნაწილი 7,200,000 ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდა. ტაბიძის გზა კეთდება, ის დაჯდება 3,500,000 ლარი. გრიგოლ ფერაძის ქუჩა კეთილმოეწყობა, ის დაჯდება 400,000 ლარი. ასევე გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი 60,000 ლარამდე გაიზარდა დაფინანსება სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს. მნიშვნელოვანი სიახლე ღამის თავშესაფრის დაფინანსებაა. თვალისწინებს ყოფილი ურეთის ბავშვთა სახლში 30 ბენეფიციარზე უმწეო მაწანწალა მოსაჰკარო ადამიანებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ღამის გასათები, იქ ჩაისვა კვება, სუფთა ტანსაცმელი. კენჭისყრაში ნაციონალური მოძრაობის წევრებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ამბობენ, რომ ის ინფრასტრუქტურული პროექტები ისევ შეჩერებულია, რომლის შესახებაც ქალაქის უკვე ყოფილი ხელმძღვანელობა წლების წინ საუბრობდა. ჩვენ მთავრობაში ვიყავით, ესე რომ თქვა. მაშინ რომ დავიწყეთ, ჩვენ დავტოვეთ პროგრამები, რომ ფაქრატიონის ქუჩა უნდა გაგრძელდეს, ჟილინის არხი უნდა, ესე თქვა, რეაბილიტაცია უნდა გაუკეთეს ჟილინის არხს, ნინოშვილის ქუჩაზე არხის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. დღესაც ვლაპარაკობთ იგივე პროგრამებზე. მართალია შეფერხდა ცოტა პროექტები, მაგრამ დასრულდება. ფირმა მიიღო მონაწილეობა, ვერ შეასრულა ის ვალდებულებები, რა ვალდებულებებიც ჰქონდა დაკისრებული და აქედან გამომდინარე შევწყვიტეთ ხელშეკრულება. კანონმდებლობა ბიუჯეტში ცვლილების შეტანას 60 დღით ადრე კრძალავს. იმას, რომ დღევანდელი რიგგარეშე სხდომა არჩევნებამდე 61 დღით ადრე ჩატარდა, გიორგი კირთაძე საეჭვო გარემოება დაფასებს. ეს ყველაფერი დამთხოვა ყოფილა და არ უკავშირდებოდა არჩევნებს. ბუნებრივია სასაცილოა. რა თქმა უნდა, აჭარის მთავრობა, საქართველოს ცენტრალური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი არჩევნებისთვის. წინასაარჩევნო და ამომრჩეველთა მოსყიდვას მუნიციპალური პროგრამების დაფინანსების გაზრდით, როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელი, ისე საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს. არ ჭირდება ქართულ ოცნებას ვიღაცების მოსყიდვა. ამ სცენარი და ამ გზით მიდიოდა ნაციონალური მოძრაობა და რა შედეგიც მოიტანა ამ თქვათ მოსყიდვამ, დაინახეთ თქვენ კიდევაც ისინი ფაქტურად აღარ არსებობენ. განიხილება არა ახალი პროექტები, არამედ ის პროექტები, რომელიც აუცილებლად იყო განსახორციელებელი, რომელზეც თქვათ ჩასტარებული იყო კვლევები და შემდგომ დასაფინანსებელი. ვერანაირად ვერ დაუკავშირებ ამ ცვლილებებს, რომელიც დღეს საკრებულომ კიდე ერთხელ ვამბობ, მიიღო წინა საარჩევნო პერიოდს. დღეს საკრებულომ ცნობად იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ძიების დასრულებამდე მამული ჟღენც, როგორც საკრებულოს წევრობის, ისე მიწის აღიარების კომისიის თავმჯდომარის სტატუსი შეუჩერდა. დეპუტატთა ნაწილმა აღნიშნა, რომ ფაქტის საკრებულოს წევრების პასიურობის შედეგია. მათი თქმით, კოლეგის ინტერესები მათ სათანადოდ არ დაიცვეს.